საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ ფოკუსს, მე ნინო მაჭარაშვილი ვარ. რამდენიმე მსხვილმა კომპანია, მათ შორის გუდვილმა, მარშემ, პოპულმა და კავკასიის ციფრულმა ქსელმა თავი გადახდის უუნაროდ გამოაცხადა. ეს კი შესაძლოა ამ კომპანიების გაკოტრებით დასრულდეს. ამასთან ვხედავთ, რომ ეკონომიკის ზრდა შეჩერდა, შემცირდა ბიზნესის ბრუნვაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 2013 წლის პირველ 8 თვეში საწარმოთა ბრუნვა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2%-ითაა შემცირებული. მაშინ, როდესაც გასულ წლებში ბრუნვა განუხრელად იზრდებოდა 10-15%-ით. ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება სამუშაო ადგილებზე. უმუშევრობა კი ყველა კვლევის მიხედვით მოსახლეობის უმთავრესი პრობლემაა. ბიზნესისთვის საზიანო საკანონმდებლო ცვლილებები, შრომის კოდექსი, მიწის განკარგვასთან დაკავშირებული რეგულაციები, არაკეთილგანწყობილი გარემო უცხოელი ინვესტორების მიმართ, არასტაბილური პოლიტიკური გარემო, სამართლიანობის აღდგენის დროშის ქვეშ მიმდინარე პროცესები, ბიზნესის გადანაწილება. დღეს ბიზნესმენები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. იყო თუ არა ამ საკითხებზე საუბარი და რა მოხდა შეხვედრაზე. ასევე ზოგადად ბიზნესის მდგომარეობაზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემაში. პირველ ნაწილში ჩვენი სტუმრები არიან ბიზნეს ასოციაციის წევრი, საკონსულტაციო კომპანიის პარტნიორი ეფრემ ურუმაშვილი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი და არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წევრი გია გვილავა. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ღვინის მწარმოებელი კომპანიის შუხმან ვაინის გენერალურ დირექტორთან უცა აბრამიშვილთან. მასთან ერთად სტუდიაში იქნება ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei საქართველოს მარკეტინგის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი და გადაცემის ბოლო ნაწილში პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ვატო ლეჟავა შემოგვიერთდება. პირველ რიგში მივესალმებით ჩემს სტუმრებს სტუდიაში. მადლობთ მობრძანებისთვის. ბატონო ეფრემ, თქვენთან გადმოვალ პირველი კითხვით. თქვენ დღეს ბრძანდებოდით დავით უსუფაშვილთან პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. შესთავაზეთ გარკვეული რეკომენდაციებიც. რა ურჩიეთ მთავრობას? დღეს იყო, ასე რომ ვთქვათ, პირველი შეხვედრა ბიზნესმენების ამ ფორმატში პარლამენტის თავმჯდომარესთან. საუბარი შეეხებოდა პირველ რიგში იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უკვე განხორციელდა პარლამენტის მხრიდან. ნაწილი ამ ცვლილებების რეალობაში მოვიდა, მაგალითად, შრომის კანონთა კოდექსი, რომელიც დიდი ვნებათაღრიობის შედეგად ბიზნესსა და მთავრობას შორის, ასევე ბიზნესსა და პარლამენტს შორის შეჯერდა და გავიდა ის შუალედური ვარიანტი, რომელიც ამ შემთხვევაში იცავს როგორც დამსაქმებელს, ასევე დასაქმებულს. რაც შეეხება სხვა კანონ პროექტებს, მაგალითად ისეთი როგორიც არის კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ, ამ კანონზე მიდის მუშაობა და განხილვა, რომელიც უკან დაუბრუნდა მთავრობას განსახილველად და ამ კანონზე მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი, ასევე ბიზნეს ასოციაცია აქტიურად. გვაქვს აქტიური შეხვედრები პარლამენტში და ასევე იმ ექსპერტებთან, რომლებსაც ძალუს ამდაგვარი კანონ პროექტის სისრულეში მოყვანა, რომელიც პირველ რიგში ხელშეუწყობს საქართველოში საფონდო ბირჟის განვითარებას, რომელიც, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია გახსნილი ეკონომიკის, ისეთი ეკონომიკის, რომელიც მოერგება 21 საუკუნის სტანდარტებს. არსებობს კიდევ ერთი კანონ პროექტი, რომელზეც საკმაოდ ნერვიულობდნენ ბიზნესმენები და მათ შორის ერთ-ერთი ექსპერტი ამ დარგის მე გახდით, ეს არის კანონ პროექტი აღსრულების შესახებ, სადაც გაიწერა იპოთეკის, ასე რომ ვთქვათ, გადავადება აღსრულების სხვა პირობები, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ცალსახად ხელს შეუშლის და ხელს უშლიდა საფინანსო სექტორის ორგანიზაციებს, ბანკებს, მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებს და ქმნიდა უარყოფით მოლოდის ინვესტორების მხრიდან. რაც ასევე პარლამენტის მხრიდან შეჩერებული იქნა ამ კანონ პროექტის განხილვა. კი ბატონო ჩაერია, საერთო კონსენსუსის, ასე რომ ვთქვათ, მიღწევამდე იყო, ასე რომ ვთქვათ, მიღწეული იქნა საერთო კონსენსუსით. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დახვპირდა ბიზნესმენებს, რომ ეს კანონი ამ ფორმით და არც სხვანაირი ფორმით არ შეეხება საფინანსო სექტორს პირიქით. მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ეს კანონი რაღაც ფორმით გავრცელდეს, ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში იმ არაკეთილ მოსულნე, ასე რომ ვთქვათ, მევახშეებზე, რომლებიც სარგებლობენ, ასე რომ ვთქვათ, იპოთეკარების გაუცნობიერებლობით ბიზნესში. ნახ, ბატონო ეფრემ, უშუალოდ რეკომენდაციები რას შეეხებოდა? რეკომენდაციები შეეხებოდა იმ თემატიკას, რომ აქტიურად გვინდა რომ ვიყოთ ბიზნესი ჩართული იმ ყველა კანონ პროექტის განხილვაში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ბიზნეს პროცესებს, ეს იქნება გადასახადების გაზრდა თუ შემცირება, ეს იქნება, თქვათ, ყველა ის რეგულაცია, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აისახება ბიზნესზე.
პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან იქნა გამოთქმული მზადყოფნა, რომ იგი მზად არის, ასე რომ ვთქვათ, შემოგთავაზოს ახალი ფორმატი ბიზნესთან ურთიერთობის, მან შემოგთავაზა ბიზნეს ლობის დარეგისტრირება პარლამენტში, რაც ავტომატურად გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გახსნილი, ასე რომ ვთქვათ, არხებით მოგვეწოდოს ყველა ის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ანცვლება, რაც პარლამენტარების მხრიდან შედის პარლამენტში, ასევე მთავრობის მხრიდან შედის. ანუ სრული მზაობა გამოვიტყვა დღეს მთავრობის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ისინი იქნებიან სრულად გახსნილები ყველა კანონ პროექტზე, რომელიც რაიმე ფორმით შეეხება ბიზნესს, რაც დამერწმუნეთ აქამდე ასე ვთქვათ, კარგად აი სწორედ ამაზე მინდა გკითხოთ, ანა ბატონგიასთან გადავა. ადრე თუ იყავით ასე აქტიურად ჩართული და თუ იყო ამის აუცილებლობა ადრე? წინა ხელისუფლების პერიოდს ხელისუფლების დროსაც ვიყავით ჩართული ამდაგვარი ფორმით, როგორც პარლამენტთან, ასევე მთავრობასთან. ასე რომ ვთქვათ, ჩვენი ფუნქცია იყო ამ შემთხვევაში ბიზნეს ასოციაციის გვეთამაშა მედიატორის როლი ბიზნესსა და მთავრობას შორის, როგორც რა ფუნქციასაც ახლა ვასრულოთ. მეტნაკლები წარმატებით ეს გამოგვდიოდა მაშინაც და იმედს ვიტოვებთ, რომ მეტნაკლები წარმატებით გამოგვივა ეს მომავალშიც. გასაგებია, დაგიბრუნდებით კიდევ ბატონო გია. ბატონი ეფრემი საუბრობდა საკანონმდებლო ცვლილებებზე, აქ მოიაზრება იპოთეკართა შესახებ კანონი, ასევე შრომის კოდექსი, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე რეგულაციები და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აისახება ეს საკანონმდებლო ცვლილებები იგივე ბიზნეს გარემოზე? შეგვიძლია გავიხსენოთ სხვადასხვა საფინანსო, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ ეს აუარესებს გარემოს. დიახ, ჩვენ ორგანიზაციას ამასთან დაკავშირებით ორჯერ ქონდა გამოქვეყნებული სპეციალური განცხადება, უფრო მეტიც აი უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით ჩვენ საკონსტიტუციო სარჩელით შევიტანეთ, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ესეთი შეზღუდვები ჯერ ერთის მხრივ ხელს უშვილის მიწის ბაზრის განვითარებას, იმიტომ რომ ჯერ ერთი ქვეყანაში არის ძალიან ცუდი მდგომარეობა კადასტრის მხრივ. უკვე არსებობს გადაწყვეტილება თუ? არა, ეს არის ახალი შეტანილი სარჩელი, ანუ ჯერ ეს პროცესი ახლა დაიწყო, ეს შევიტანეთ ერთი თვის წინ ჩვენ. იმიტომ რომ ზუსტად ხედავდით პრობლემებს ამ კუთხით, იმიტომ რომ ესეთი აკრძალვა ჯერ ერთი დისკრიმინაციულია და ამაზე უკვე აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც კაფეად დააფიქსირა, რომ ესეთი შეზღუდვა უცხოელს არ მიყიდო და ქართველს კი ბატონო. ეს არის დისკრიმინაციული. მეორე, შეიქმნა სერიოზული პრობლემები კომპანიებს, სადაც 1%-იც კი აქვს უცხოელს წილი, მათ შეეზღუდათ მიწის შეძენა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, აიგრძალა მიწის დანიშნულების ცვლილება, სასოფლო და სტატუსის ცვლილება, სასოფლო და არასასოფლო. ამან ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა კავშირგაბმულობის კომპანიებს, მაგალითად ანძებს ვერ დგავს ზოგიერთი. და სხვა მხრივ, იმიტომ რომ მშენებლობებიც გაჩერებულია, ხშირად მიწა იცვლებოდა, იმიტომ რომ საქართველოს განსაკუთრებით თბილისის გარეთ სასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსი აქვს მიწების უმეტესობას. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი მიწა მუშავდება საქართველოში და თუ ესე აუგზავნეთ ვერც ვერასდროს ვერ გავიგებთ. ანუ ეს ბევრ რამეს უშლის ხელს. ერთის მხრივ ეს კადასტრი და მიწის მოწყობის საკითხები, მეორეს მხრივ ბიზნესი, იმიტომ რომ შეიზღუდება ინვესტიციები, ვინც უკვე მუშაობდა, იმათ უამრავი ბარიერი ექმნებათ და მომავალში შეექმნებათ, ასე რომ ეს კარგს არ მოიტანს ამ შემთხვევაში. მეორე მხრივ მესმის მთავრობის განზრახვა, რომ მოაწესრიგოს მიწის ბაზარი, მაგრამ ამ გზით ჭირდება ამ ბაზარს მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ჭირდება, ბაზარს ჭირდება წესიერი კადასტრი, აღრიცხვა მიწის და ასე შემდეგ. არსებობს უამრავი ინფორმაცია თანამედროვე სტანდარტებით, ევროპული სტანდარტებით, რაც ჩვენ რეესტრს აკლია. ეს არის უზარმაზარი ინფორმაცია, რასაც ალბათ ძალიან ბევრი ხანი ვერ მივახცევთ. ანუ უცხოელების აღრიცხვაც საჭიროა, იგივე მოწესრიგების ფარგლებში თუ და სხვა არავითარ შემთხვევაში უცხოელის აღრიცხვას და ქართველის არ აღრიცხვას და ასე შემდეგ. ეს გაუგონარი რამეა. ამას არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ მიწის აღრიცხვაზე, რა ხარისხის და სახეობის მიწები არსებობს საქართველოში და რამდენი მუშავდება. ეს ინფორმაცია სახელმწიფოს უნდა გქონდეს და მიწის ბაზრის მოწყობას გულისხმობს ზუსტად ამ საფუძველს, მიწის რეგისტრაციის მარტივად და ასე შემდეგ. ანუ უნდა იცოდეს სახელმწიფომ რა მიწები აქვს. ეს დღეს არ იცის ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. შესაბამისად ეს მესმის ეს განზრახვა, მაგრამ ის გზა, რომელიც აირჩია ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, მე არ ვიცი. დავუშვათ იცის, რომ იცოდეს სახელმწიფომ ამ მიწების რაოდენობის შესახებ, აღრიცხვი რო ქონდეს, რა შეიცვლებოდა ამით? რა შეადგება ასე თქვა სახელმწიფოს ამის ცოდნა ეს რომ აქვს. კი ბატონო, არის უამრავი სტანდარტი, არის უამრავი ვალდებულება, ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელი მალე, იმედია მოვაწერთ. არსებობს ევროკავშირის სპეციალური დირექტივა, რომელიც ამას ავალდებულებს ორ სახელმწიფოებს და იმ სახელმწიფოებს, ვისაც უნდათ როდესმე გახდნენ ევროკავშირის წევრები. გარდა ამის არსებობს სტანდარტები, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიწათ მოწყობას ემსახურება, გაერო სპეციალიზირებული ორგანიზაციები, ჩვენ ეს ვალდებულებები გვაქვს. სამწუხაროდ ეს ვალდებულებები უნდა შევასრულოს.
შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია ასოცრების ხელშეკრულებაზე, არ ვიცოდი რომ ეს კავშირში იყო. თუ ჩვენ ვაპირებთ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას, მათ შორის ჰარმონიზაცია, რასაც გულისხმობს ასოცრების ხელშეკრულება, ერთ-ერთი ეგეც არის. დირექტივას ქვია Inspire, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ანუ მოთხოვნები ხომ არსებობს და ის არ მინახავს ეს, თუმცა ეს სხვა თემაა. კი ბატონო, თუ როდესმე გვინდა შევიდეთ ევროკავშირში, ეს მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ ნელ-ნელა. ეს რომც არ იყოს, ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს კადასტრი მიწის, სადაც ერთ-ერთი ინფორმაცია არის ისიც ზუსტად რა სახეობის მიწა გექნება. ეს ინფორმაცია როდესაც არ აქვს, შენ ფაქტობრივად არ იცი რა მიწის რესურსი გაქვს ქვეყანაში, რა მიწა უნდა ანუ რა მიწაზე შეიძლება რა სახის მშენებლობა წარმოიწყო, რა მიწაზე შეიძლება რა სახის სხვადასხვა ღონისძიებები განახორციელო და ასე შემდეგ. არა მარტო ეს ტყის ფონდიც უნდა იცოდე, წყლებიც უნდა იცოდე, ტბებიც უნდა იცოდე და ბევრი სხვა რამე, სივრცითი მოწყობაც. თემას რომ დაუბრუნდეთ, სხვა საკანონმდებლო ცვლილებებზეც თუ გაქვთ რაიმე კომენტარი ამ კუთხით ეს პრობლემა იყო. რაც შეეხება ამ იპოთეკებს, ესეც რა თქმა უნდა პრობლემა იყო და აქ ჩვენ კაფეად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ არ ვეწინააღმდეგებოდით ამ ინიციატივას, აბსოლუტურად გაუგებარია და ალოგიკურია ის მოტივები, რითიც ზოგიერთი დეპუტატი აპელირებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ერთის მხრივ კი თამაშობ ამაზე, ესე ვთქვათ, რომ იძახი რომ უამრავი გაჭირვებული ადამიანია, მაგრამ მეორე მხრივ სერიოზულ საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორს. იმიტომ რომ საფინანსო სექტორის კოლაფსი ეს ნიშნავს ძალიან ცუდ რამეს ნიშნავს და დეპუტატები უნდა ხვდებოდნენ ამას. ეს არ უნდა იყოს NGO-ების და ცალკეული კერძო ბიზნესმენების ასახსნელი და სალაპარაკო. საბოლოო ჯამში არც მიიღეს ეს კანონი. ძალიან კარგი რო არ მიიღეს, პრემიერი ჩაერია ბოლოს თუ არ ვწდები, მაგრამ იქ რამოდენიმე დეპუტატი მე მახსოვს იმუქრებოდა გავალ პარტიიდან და ამ კანონს თუ არ მიიღებენ, ესეთი დამოკიდებულება მიუღებელია, იმიტომ რომ პირველ რიგში ამას ჭირდება ბიზნესთან საუბარი, რაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი საკანონმდებლო პროცესის დროს არ ხდებოდა. არ ვიცი ბიზნესმენებს რა ინფორმაცია აქვს, მაგრამ ჩვენ ქონა ინფორმაცია, თუნდაც შრომის კოდექსი ავიღოთ, ამან განთავისუფლებები გამოიწვია სამწუხაროდ არასწორმა განმარტებებმა შრომის კოდექსიდან. და საერთოდ ეს თემა დღის წესრიგში არ დამდგარა, სანამ ბატონი მარგველაშვილის ჩანაწერი არ გავრცელდა, სადაც ის ეწინააღმდეგებოდა შრომის კოდექსის ასეთი ფორმით მიღებას, თუმცა ეს სხვა თემაა, დავანებოთ ამას. საერთოდ არ იცოდა ამ პროცესის შესახებ, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ დაუშვებელი ერთის მხრივ დამსაქმებლებს უნდა ელაპარაკო, მეორეს მხრივ დასაქმებლებს არ შეიძლება მხოლოდ ერთ მხარე. და მაშინ პრემიერმა თქვა, რომ მხოლოდ 10 წუთი დაუთმა მთავრობის ხდომაზე შრომის კოდექსის განხილვას და ესე გაგზავნა პარლამენტში. დაგიბრუნდებით ბატონო გია, მანამდე თქვენ მინდა გკითხოთ, საუბრობდით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე, ისინი ახსენებენ ასევე საინვესტიციო ფონდს, როგორც რაღაც ბუნდოვანების შემომტანს ამ ყველაფერში. თქვენ რას ფიქრობთ საინვესტიციო ფონდზე, სადაც პრემიერი აპირებს საკუთარი ფულის ჩადოს? ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ბიზნეს ასოციაციას წარმოგვიდგინა თანაინვესტირების საინვესტიციო ფონდმა, რომელიც ჩამოყალიბდა იმ ფონდად, რომელმაც უნდა განახორციელოს პირდაპირ ინვესტიციები ბიზნეს პროექტებში, არის ასე რომ ვთქვათ, სრულიად გამჭვირვალე ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რაც მათ წარმოადგენს თავისი ბიზნეს სქემა, თავისი ასე რომ ვთქვათ, იურიდიული სტრუქტურა, არის ყველაფერი თავიდან ბოლომდე გამჭვირვალე. მოცემული თანაინვესტირების ფონდი მიცემს ბიძგს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დასაწყისს. ეხლა ეს ბიძგი ანუ რაში უნდა გამოიხატებოდეს. როგორც ვიცით, ეკონომიკა შედგება მოლოდინებისგან. თუ ქვეყანა ამ შემთხვევაში არ ქმნის დადებით მოლოდინებს, ასე რომ ვთქვათ, მომავალი საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად საკმაოდ რთულია შენ დააჯერო ქვეყნის გარეთ ვიღაც რომ ფული ჩადოს საქართველოში. მოცემული ფონდი იქნება ასე რომ ვთქვათ ის ძირითადი ასე რომ ვთქვათ ბირთვი, რომელიც განახორციელებს პირველ ინვესტირებას, ანუ პირველ გარისკვას ფულის ბიზნესში დაბანდების გააკეთებს ეს ფონდი, რასაც მოყვება შემდეგ რა თქმა უნდა საბანკო არხებიდან ვთქვათ ამ ბიზნესების მიერ ცეცხლის აღება და ამდაგვარად მოხდება. ახლა თანხა აკუმულირებული თუ გაქვთ ინფორმაცია ამის თაობაზე? ამის შესახებ ცალსახად დადასტურებულად მე ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ როგორც ამ პრეზენტაციაზე იქნა გაჟღერებული, ასე რომ ვთქვათ, პირობა აღებული ამდაგვარი საფინანსო რესურსი აღემატება, ანუ ასე ვთქვათ, ინგლისური სტილით კომიტმენტები აქვთ მიღებული დაახლოებით $2 მილიარდზე მეტი, რაც დამერწმუნეთ ჩვენი ქვეყნის სიდიდის ეკონომიკისთვის საკმაოდ დიდი ციფრია, ვთქვათ, თუ ავიღებთ ერთ ან ორ მომავალ წელს, თუნდაც ეს $2 მილიარდი ლარი, ეს $2 მილიარდი დოლარი, რომელიც ასე რომ ვთქვათ, დაძრავს ეკონომიკურ პროცესს, ასე რომ ვთქვათ, დადებითი და როდესაც დადებით მიმართულებაზე საუბრობთ, როგორ გონიათ, როდესაც პრემიერი ქვეყნის პირველი პირი თავის დიდ თანხას დებს,
ამ წამოწყებაში ეს რამდენად კარგად იმოქმედებს ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მას ხომ შეიძლება პასუხს ინვესტიციებზე იგივე. ასე ვთქვათ, ახალ ბიზნესებში ფულის ჩადება უჭირს ყველა ბიზნესმენს. იმ ეკონომიკური სიტუაციის ფონზე, რაც დღეს შეიქმნა სოფლიოში საკმაოდ რთულია უცხოური ინვესტიცია მოიზიდო საქართველოში და განახორციელო დიდი ეკონომიკური პროექტები. მაგალითად, ყველა ბანკს უჭირს ახალ დაწყებულ ბიზნესში, ან სტარტაპში ფულის ჩადება, რაც საკმაოდ რისკიანია. ბატონო ეფრემ, თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრია მთავარი ინვესტორი ამ საკითხში, რატომ უნდა ინვესტორს კონკურენციაში შესვლა ქვეყნის პირველ პირთან, რომელსაც ბევრად მეტი ბერკეტი აქვს თავის ქვეყანაში, ხო? მე რამდენადაც გავიგე მოცემული ფონდის პრეზენტაციაზე, მარტო ბატონი პრემიერი აბრძანდება ამ ფონდის თანაინვესტორი დაახლოებით არის 10-ზე მეტი უმსხვილესი კორპორაცია და ფიზიკური პირი, რომელიც აპირებენ თავიანთი ფულის დაბანდებას ამ ფონდში. ფონდი მუშაობს შემდეგი პრინციპით, ფონდი შედის, ასე ვთქვათ, კაპიტალში 25-დან 75%-მდე, ასე ვთქვათ, მონაწილეობი და შემდეგ 5-დან 7 წლის თავზე გამოდის ამ ბიზნესიდან უკან, ანუ ყიდის ამ წილს და იმ პარტნიორს, რომელიც არის, ვთქვათ, ამ ბიზნესის მესაკუთრე, ვთქვათ, ანის იყიდის ამ წილს გამოისყიდის, ან ვინმე ახალი ინვესტორი ჩაენაცვლება მოცემულ ფონდს. ანუ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ აქ ბუნდოვანობა და გაურკვევლობა თუ ნახავთ მოცემულ ამ ფონდის პრეზენტაციას, ჩემთვის როგორც ერთი რიგითი ფინანსისტის, რომელიც ასე ვთქვათ, მეტაკლებად ვერ ყვევი ამ სფეროში, საკმაოდ გასაგებია და თვალნათელია. ლიდერის მონაწილეობა არ დააფრთხობს ინვესტორებს ამის. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის ლიდერი ამ შემთხვევაში არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ვთქვათ, მომავალში აღარ იქნება პრემიერ-მინისტრი, ვერც ამ შემთხვევაში ხედავ მე შენარჩუნებას აპირებს, როგორც თავად ამბობს. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ აპირებს შეინარჩუნოს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ახლა მე ბიზნეს ასოციაციის პოზიციიდან გავაკეთო რაიმე სახის პოლიტიკური განცხადება მოცემულ ხერხებში. ამას არ გქონთ, მე არ ვსაუბრობ ინვესტორებისთვის, ეს ამდენად შეიძლება აღმოჩნდეს შემაფერხებელი ფაქტორი. თავისუფალი რესურსის გაჩენა ქვეყანაში, სადაც პირველი ბიზნეს რისკს განახორციელებს მოცემული რისკი. ფულად დაბანდების საკითხი. ეს არის საკმაოდ აქტუალური არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. საკმაოდ რთულია უცხოური ინვესტიციის მოზიდვა დღეს ამ პირობებში. გასაგებია, ჩვენ დღეს ვესაუბრეთ ბიზნესმენებს, მათი მდგომარეობის, მათი ბიზნესის მდგომარეობის შესახებ, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, რას ამბობენ ისინი. ცოტა შენელება იყო ბიზნეს აქტივობის არჩევნების შემდეგ და ახლა და რა იყო ბიზნეს აქტივობის შენელების მიზეზი შეგვიძლია თქვა? პოლიტიკური ბატალიები, როგორც ყოველთვის, ეს არის ძირითადი მიზეზი. თქვენ თქვით პრემიერ-მინისტრის პირველი შეხვედრის დროს, რომ ბიზნეს რენესანსის ხანა იწყება და საქართველოში. არ იწყება? არ დამდგარა, მაგრამ დაიწყო. თუ დაიწყო ბიზნეს აღმავლობის ხანა, მაშინ რატომ ხდება ისე, რომ დაუშვათ ბრუნვა არის შემცირებული? ცოტა გაბერილიც იყო, ცოტა პოლიტიკურმა ბატალიებმა ხელი შეუწყო. ვფიქრობ, რომ ეთყობა უკვე ქვეყანას და ქალაქს, მოძრაობას რა ხდება ქვეყანაში. ცოტა გაბერილი რას ნიშნავს? ცოტა გაბერილი, შელამაზებული იყო ციფრები, ცოტათი. ანუ სტატისტიკის სამსახური ითვლის ამას, ახლაც იგივე სამსახური ითვლის, ანუ ახლაც შელამაზებულია ეს ციფრები? არა, მე არ მინდა ამას ჩავორმავდე, უკვე პოლიტიკურ კითხვებზე გადადიხარ. არც ეკონომიკური მდგომარეობა და არც ჩემი პროგნოზები კარგი არ არის. მე არ ვფიქრობ, რომ 2014 წელს დრამატული ეკონომიკური ზრდა გვექნება. დღეს ჩვენ არ გვაქვს ხედვა და სტაბილური მდგომარეობა. ეს სიტუაცია კი დაკავშირებულია ბიზნესმენებისა და ინვესტორების ნდობის ნაკლებობასთან. კანონები, რომელსაც პარლამენტი იღებს, არახელსაყრელ გარემოს ქმნის ბიზნესის. გულისხმობ კანონს უცხოელებზე მიწის მიყიდვასთან დაკავშირებით. ასევე კანონი გირავნობის შესახებ. ბიზნეს სექტორი და ინვესტორები მუდმივად ახალი კანონების მიღებას ელიან. ეს კანონები კი მთავარი შეფერხებაა დღეს. ასევე ვიცით, რომ ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით კანონპროექტი განიხილება, რომლის მიხედვითაც საბაჟო გადასაღადი იზრდება. ეს კი იმ საინვესტიციო ფონდის დასაცავადაა შექმნილი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა დააფუძნა. ასე რომ პარლამენტისა და მთავრობის კრეატიული კანონების მიღება უნდა შეწყდეს. წინა მთავრობის დროს ბიზნესისთვის მისაღები გარემო იყო. დღეს კი იქნება ისეთი ატმოსფერო, რომელიც არასახარბიელოა ბიზნესისთვის. ბატონო გია, როგორც მოვისმინეთ ბატონმა პაპიაშვილმა ახსენა შელამაზებული ციფრები, ზოგადად ხშირად გვესმის ეს პრეტენზია წინა წლების სტატისტიკასთან დაკავშირებით. თქვენ გაქვთ ხოლმე შეხება საჯარო ინფორმაციასთან, ასე ვთქვათ. როგორია თქვენი მოსაზრება, რამდენად დამაჯერებელია ეს არგუმენტი, რომ წინა წლებში ძირითადად მონაცემები იყო ნაყალბები, ან ასე შემდეგ?
ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ეს არის ბიზნესის ინფორმაცია, ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, გააჩნია დამოკიდებულია ბიზნესზე. არა, აქ საუბარი იყო ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემულ ინფორმაციაზე, რადგან ამბობდნენ, რომ ვერ გეტყვით, ანუ ესეთ ინფორმაციას ჩვენ არ კონკრეტულ რომელიღაც ბიზნესზე, რაღაც სექტორზე არ ვითხოვდით ხოლმე. არ გამოვრიცხავ არც მაშინ და ახლაც ხდება ხოლმე სტატისტიკები შეღამაზებული, ამიტომ ეს უცხო და ახალი ჩვენთვის არ არის. თუმცა აღნიშნავ, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ქართული ინსტიტუტების სტატისტიკები, იგივე სხვადასხვა მსოფლიო ბანკის და ასე შემდეგ. ამის შესახებ ჩვენ ვერაფერს ვერ გეტყვით სამწუხაროდ, იმიტომ რომ ესეთი ინფორმაცია არ ქონია არასდროს. დიახ და მოკლედ რომ მითხრათ, ბატონ ფადიასლი ახსენა საბაჟო გადასახადის შესაძლო გაზრდა. ამის შესახებ თუ გაქვთ ინფორმაცია? მე მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბაჟო გადასახადს რიგ შემთხვევებში ფინანსთა სამინისტრო გააუქმებს და ის რომ ფინანსთა სამინისტრო რაღაც გადასახადებს ამ შემთხვევაში საბაჟოს გაზრდის პირადად მე არ მომისმენია და არც მინახე ამ დაგვარი გამოპროექტი. გასაგებია. შეიძლება არსებობს, მაგრამ არ მოსულა ბიზნესამდე ჯერ. აუცილებლად, სანამ სტუდიაში განვაგრძობ საუბარს, ჩვენთან სტუმრად არის მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი. ის ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ბატონო ცეზარ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო ცეზარ, თქვენი ოჯახის უძრავი ქონება არის დაყადაღებული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თქვენ გედავებათ თანხების მითვისებას და ფულის გათეთრებას. თქვენ თავად ამბობთ, რომ ეს ბრალდებები არის თითიდან გამოწვეული და ხელისუფლებას ადანაშაულებთ მიზანმიმართულ შეტევაში. რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას? რა თქმა უნდა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე მინდა დავიწყო იანვარ-თებერვლიდან, როდესაც ჩვენს კომპანიებში შევიდა საგადასახადო შემოწმება, მანამდე ჩატარებული იყო საერთაშორისო 4 დღეულში შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტორიული შემოწმება, შემდგომში იყო საგადასახადო შემოწმება, შემდგომში იყო ფინანსთა სამინისტროს საგამომძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმება. მაგრამ რატომღაც არანაირი დარღვევა იქ არ იქნა აღმოჩენილი და მხოლოდ მას შემდეგ აღიძრა უკვე ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თითქოს და ჩვენ თაღლითურად ჩემი ხელშეწყობით ჩემი ძმა თაღლითურად დაეუფლა რკინაბეტონის შპალის ქარხანას და ამ მიზეზით და საბაბით შევიდნენ ყველა ჩვენს ოჯახის არსებულ კომპანიაში და ყველა მათგანი იქნა დაყადაღებული როგორც წილები ასევე უძრავი ქონება. მე მაინტერესებს თუ ვერ აღმოაჩინა საგადასახადო სამსახურმა დარღვევები, ვერ აღმოაჩინა აუდიტორულმა კომპანიამ, რანაირად შეიძლება რომ შემდგომში უკვე განვითარებული იყო მოვლენები თუ არა ამ ფორმით, რა ფორმითაც მათ მოახდინეს ამ კომპანიებში შესვლა. მაგრამ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართულად გამიზნული და პირველ რიგში მე მინდა ჩვენი მაყურებლის გასაგონად თქვა, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული, ესე ვთქვათ, გადადგმული ნაბიჯი. ბატონო ცეზარ, თქვენ ინტერვიუებში, გამოსვლებში ხელს ადებდით კონკრეტულ პიროვნებას, გია ხუხაშვილს. თუ შეგიძლიათ ამის რაიმე ფაქტები დადასტურება, იმიტომ რომ ჩვენ წინა ხელისუფლების დროსაც ხშირად გვესმოდა მსგავსი ბრალდებები, თუმცა ხშირად ფაქტებით ვერ ამყარებდნენ ამ ბრალდებებს. ეს შეგიძლიათ ამოიღოთ სატელევიზიო ჩანაწერები, ეს იქნება რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი, შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტ გამოცემები, შეგიძლიათ ნახოთ პრესა, ისე რომ გია ხუხაშვილი ძალიან ხშირად მოგვიწოდებდა, რომ თუ გინდოდა ჩვენ რაღაც სოდვების აღიარება, უნდა დაგვებრუნებინა სახელმწიფოსთვის ქონება, რომელიც უკანონოდ ქონდა, ესე ვთქვათ, მიტაცებული, რომელიც ფაქტიურად იყო იმ პირობებში, როდესაც შეიძინა მიქსორმა შპალის ქარხანა, მე მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს პრეცედენტი, როცა ეკონომიკის მინისტრი თავად გამოდიოდა ტელევიზიით და რეკლამირებას უწევდა კომპანიას დაახლოებით 10 დღით ადრე, გაასაჯაროვა ფასი და მოუწოდებდა პოტენციურ ინვესტორებს, რომ მიეღოთ აუქციონში მონაწილეობა და მას შემდეგ მე ბრალს მიყენებენ, რომ თითქოს და ფარულ გარიგებაში შევედი ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან. ნუ ესე არ ხდება, ეს ყველაფერი არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ სანახაობისთვის მოწყობილი და ამას ალბათ მართლმსაჯულება დაადგენს, ვინ არის მართალი, ვინ არის მწვანე. ბატონო ცეზარ, დაკარგულ სამუშაო ადგილებზე საუბრობთ ხოლმე. კონკრეტულად რა ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, თქვენ კომპანიებზე? მე გეტყვით, უკვე განხორციელებული შეტევის შედეგად უმუშევრად არის დარჩენილი დაახლოებით თუ არ მეშლება 500-600 ადამიანი და ბიუჯეტს დაკარგული აქვს საკმაოდ სოლიდური თანხა. გარდა ამისა, ერთ-ერთი კომპანია ბერტა გაკონტრებულია და
იძულების წესით იქნა გაყიდული. დღეს ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას დანარჩენი კომპანიები. მათში დასაქმებულია დღეს დაახლოებით 4000 ადამიანი და რა თქმა უნდა თუ ეს პროცესები ამ მასშტაბით და ამ ტემპით გაგრძელდა, დიდი ხანი აღარ უწევია ამ კომპანიებს არსებობა, მაგრამ ერთი მომენტი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, წეგან საუბრობდნენ ბიზნესის განვითარების კლებასთან დაკავშირებით, მე მინდა გითხრათ, რომ მაგალითად კომპანია ზედაზენის მაგალითზე შარშანდელთან შედარებით აქვს 40%-იანი ზრდა, იმის და მიუხედავად, რომ მუდმივად ისმოდა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ თითქოს და ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში ვიყავით რაღაც სასათბურე პირობებში, მე ვსვავ კითხვას, წელსაც ვართ სასათბურე პირობებში, 40%-იანი ზრდა, სულ რამდენი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც აქვს ზრდა. სწორედ ეს აღიზიანებს საგამომძიებო სამსახურს, რომ არსებობენ კომპანიები, რომელსაც დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში და ინვესტიციების მოზიდვაში. ჩვენ მარტო შარშან, როდესაც გაცხადდა, რომ ბიზნესი იქნება ხელშეუხებელი, 5,5 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა დეკემბერში, იანვარ-თებერვალში milionis, ივლისში კიდევ განხორციელდა 3,5 მილიონი ინვესტიცია. მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ორ უმსხვილეს მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, ეს იყო კალსბერგი და ეს იყო არკორი, რომლებიც გეგმავდნენ საქართველოში საკმაოდ მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები და რამაც თავისთავად გამოიწვია ბიზნესის შეჩერება. და ამასთან ერთად ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში, როდესაც დაიწყო საუბარი ბიზნესის ხელშეწყობაზე, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენ გქონდა გამზადებული რამოდენიმე პროექტი, დაახლოებით 5, რომლის განხორციელებასაც ვაპირებდით და როგორც ჩვევია ჩვენ ჯგუფს ვაპირებდით, რომ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში დამატებით მინიმუმ 3 წარმოება გაგვეშვა უკვე მოქმედებაში, მაგრამ ყველაფერი ეს ერთბაშად ერთ ჯაჭვად არის საკინძული და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ პირობებში უკვე შეუძლებელი ხდება ბიზნესის წარმოება. და ბოლოს წეგან ახსენეთ თქვენ სასათბურე პირობები, თქვენი გუბერნატორობის პერიოდში ასეთი ბრალდებაც ისმოდა, რომ ხორცის ბიზნესში მონოპოლია ქონდათ. აი, ამ ბრალდებაზე რა სიტყვით, პრივილეგირებული ხომ არ იყავით გასული წლების განმავლობაში? მე მინდა გითხრათ, მე მივმართე რამდენ ესე ვთქვათ, პრესკონფერენციას და მეძლევა საშუალება ტელევიზიის ეთერით მიმართო მოსახლეობასაც და ჟურნალისტებსაც. არასდროს არც ჩვენს ოჯახს, არც ჩემს მეგობრებს, არც ერთ ეტაპზე ხორცის ბიზნესთან არანაირი შეხება არ გქონია. უბრალოდ მე მწვენია იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც დღემდე დუმან, თუ რეალურად მართლა ვისი იყო ეს ხორცის ბიზნესი. მე თავის დროზე მოუწოდე ჟურნალისტებს, რომ იქნებ მოეხდინათ ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ არასდროს არანაირი შეხება ხორცთან არ გქონია. ეს იყო თემა გამოყენებული ჩემი ავტორიტეტის შესალახად. დანარჩენი აქ სხვა კავშირს ჩემსა და ხორცს შორის მე ვერ ხედავ და ვერც საზოგადოება ვერ დაინახავს, იმიტომ რომ არც ერთ ეტაპზე არასდროს არ გქონია შეხება. და კიდევ სასაკლაოების კანონის მიღებაზე არის საუბარი, რომლის მიხედვით მხოლოდ ერთ რაღაც მონოპოლია იქნებოდა, ასე ვთქვათ, ხორცის გადანაწილებაზე დაკუაზე. მე ვერ გეტყვით ახლა რა მონოპოლიები იქნებოდა, მაგრამ ყველა სასაკლაო, რომელიც იმ პერიოდში იმ დროისათვის არსებობდა საქართველოში, ყავდა თავისი კონკრეტული მეპატრონეები. თქვენ შეგიძლიათ რეესტრიდან დღესაც ამოიღოთ მონაცემები, იგივე ნატახტრის სასაკლაოს მეპატრონე იყო თუ არ მეშლება. კარგით, არ გვინდა ეს დეტალები, გასაგებია თქვენი მოსაზრება და ბოლოს დღეს თქვენ არ ბრძანდებოდით ბიზნესმენების შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან. რა რეკომენდაციები გექნებოდათ მთავრობის მისამართით? ბიზნესთან დაკავშირებით. დღეს ბატონმა დავითმა გააჟღერა ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ დაიღუპება ქვეყანა თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ბიზნესის ინტერესებს, ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ბიზნესის ინტერესს. მე მინდა რომ ეს სიტყვები იქცეს რეალობად და არ დარჩეს უბრალოდ სიტყვებად, იმიტომ რომ მე წეგან გითხარით, როდესაც პირველად გაცხადდა, რომ ბიზნესი იქნებოდა ხელშეუხებელი, განვახორციელეთ 9 მილიონი ევროს პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში ხდება ბიზნესის გაჩანაგება და განადგურება. გასაგებია ბატონო ცეზარ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნახვამდის. ბატონო გია, თქვენი ორგანიზაცია გასულ წლებში ქონების ძალით ჩუქებაზე, იძულებით ჩუქებაზე და ასე შემდეგ აქვეყნებდა მსგავს ინფორმაციას. ახლა თუ მუშაობთ მსგავს საკითხებზე, იგივე ასეთ საქმეებზე, როგორც არის ცეზარ ჩოჩელის საქმე, ის ამბობს, რომ მასე ზეწოლა ხორციელდება.
დიახ, ჩვენმა ორგანიზაციამ შეისწავლა გასული წლების ინფორმაცია, ასე ვთქვათ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში იყო, იმისთვის, რომ ეს პერიოდი შევიცვალოთ, გარკვეული დრო უნდა გავიდეს და რა თქმა უნდა გავაგრძელებთ, ზუსტად იგივე ფორმით გამოვითხოთ ამ ინფორმაციას და დავამუშავებთ და გამოვაქვეყნებთ. ბატონი ცეზარის საქმეს რაც შეეხება, ჩვენი ორგანიზაცია ამაზეც მუშაობს, სულ 2 დღის წინ შევხვდით ჩვენ მის ადვოკატებს და ვისაუბრებთ, ჩვენ დავიწყებთ ამ საქმის მონიტორინგს, რაც გულისხმობს სასამართლოს ხდომების მონიტორინგს და საქმის შესწავლას. არის ბევრი კითხვის ნიშანი მის საქმეში, ჯერ საბოლოოდ ვერ ვიტყვი ჩვენი ორგანიზაციის პოზიციას, იმიტომ რომ ზუსტად ეხავს სწავლოთ მასალებს, საკმაოდ დიდი მასალაა. კითხვები არის ზუსტად იმ რკინა ბეტონის შპალის ქარხანასთან და შემდეგ უკვე იქიდან გამომდინარე რამოდენიმე ქმედებასთან, რომელიც პროკურატურამ განახორციელა, ჩვენ გვაქვს კითხვის ნიშნები ამ შემთხვევაში და ვსწავლობთ ზუსტად ამიტომ დავინტერესდით ამ საქმეს. ცეზარ ჩოჩელი არის ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დონორი, ანუ წინასაარჩევნო გარემოზეც თუ შეიძლება აისახოს ეს. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, გააჩნია, ანუ ეხლა სურდა თუ არა ბატონ ცეზარს ისევ დონორი ყოფილიყო, შესაძლებელია ესეთი მიდგომები აისახოს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, თუმცა პრობლემები დღეს ამ კუთხით არის, ეს არ არის მარტო ერთადერთი ბიზნესმენი, ვისაც პრობლემა შეექმნა, სხვებსაც ჰქონდათ, რომელიც ჩვენთან მოსულან, იმის იქით არ ვიცი რა ხდება. გასულ წლებში ეს ცოტა ვინ არიან ესენი? ამას მე ვერ ვიტყვი, იმიტომ ისინი ჩვენი სამართლების დახმარების ცენტრის კლიენტები არიან და გასაჯაროებაზე უფლება არ მაქვს. თუმცა რამოდენიმე ადამიანი იყო ამ კუთხით და გასულ წლებს რაც შეეხება, აქ იყო ბევრი სახის დარღვევა, მაგალითად ერთ-ერთი ეს იყო ჩუქებები, ყველა ჩუქება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არ ნიშნავდა რომ ეს იყო იძულებით, მაგრამ იყო ისეთი სადაც იძულებით იყო და ზუსტად ისეთი შემთხვევები, როდესაც უძრავი ქონების წართმევა ხდებოდა პროკურატურის მონაწილეობით. და ასევე ზუსტად აი რეესტრის პრობლემა, რატო უნდა იყოს მიწა აღრიცხული, იმიტომ უნდა იყოს, რომ გასულ წლებში ძალიან ხშირად ხდებოდა ეგრეთ წოდებული ზედების მეშვეობით მიწების წართმევა. ეს არა მარტო ბიზნესს ეხებოდა, ეს ეხებოდა უბრალოდ მოქალაქეებსაც, გრიგოლეთი, ანაკლია, გონიო და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ერთხელ რეგისტრირებული მიწა მეორჯერ რეგისტრირდება სახელმწიფოს მიერ და შემდეგ სხვისდება. ესეთი პრობლემები საკმაოდ მრავლად იყო. ეს შემთხვევა და ყველა საქმის უკან ასე თქვა სხვადასხვა ისტორია დგას, ალბათ სალსალტე უნდა გავარჩიოთ, რომელსაც სახელმწიფო ბოროტად იყენებდა ბიზნესის და ადამიანების წინააღმდეგ. გასაგებია და ბატონო ეფრემ, ბოლოს დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე თუ ისაუბრეთ მსგავს საკითხებზე, როგორც არის იგივე თქვა ცეზარ ჩოჩელის საქმე, ისევ გავიხსენებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, იგივე Standard & Poor წერს, რომ სამართალდამცავების ასეთი აქტიური ქმედებებიც აზარალებს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს. დღეს გარკვეული დოზით საუბარი იყო ამ თემაზე, თუმცა არა ვთქვათ კონკრეტულად სახელდობ რომელიმე ბიზნესის ან ბიზნესთან მიმართებაში. ცალსახად იქნა დაფიქსირებული პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ იქნება ასე ვთქვათ აბსოლუტური გაგება, აბსოლუტური ხელშეწყობა, აბსოლუტური ასე ვთქვათ ბიზნესთან ყველა იმ ახალი კანონპროექტის თუ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გავლა და შეთანხმება შეჯერება იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს უარყოფითი ეკონომიკური მოლოდინები, იყოს მხოლოდ დადებითი მოლოდინები, რაც საერთო ჯამში, ასე ვთქვათ, წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ერთ-ერთი ინიციატივა, რაც ასე ვთქვათ, ამ კუთხით შეიძლება წაადგეს ბიზნეს და ის ბიზნესი, რომელიც ასე ვთქვათ, ამდაგვარი პრობლემების წინაშე დგას, შემოთავაზებული იქნა ფორმა, როგორც არის ლობისტის ფორმა და ამ შემთხვევაში ბიზნეს ასოციაცია მიიღებს ამ გამოწვევას დარეგისტრირდება ლობისტად და ასე ვთქვათ, მის ასოციაციაში გაერთიანებულ ასე ვთქვათ, ბიზნესმენებს გაუწევს ასე ვთქვათ, დახმარებად მოცემული კუთხით. გასაგებია, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში დავბრუნდებით. ჩვენი სტუმრები იქნებიან ღვინის კომპანია შუხმან ვაინის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი, საინფორმაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Huawei-ის წარმომადგენელი ვახტანგ საგარელი, ასევე გადაცემის ბოლოს ვისაუბრებთ პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევართან ვატო ლეჟავასთან. დაგველოდეთ.
ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმრები არიან ღვინის კომპანია შუხმან ვაინის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი და საინფორმაციო ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანია Huawei-ის წარმომადგენელი ვახტანგ ცაგარელი. პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქალბატონო ნუცა, თქვენ ხართ ერთ-ერთი, ვინც მონაწილეობდა იმ რეკომენდაციების შემუშავებაში, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინეს ბიზნესმენებმა. მოკლედ რომ გითხრათ, რა შეეხება ეს რეკომენდაციები? ეს არის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტში არსებული რეკომენდაციები, რომელიც დღეს ბიზნეს ასოციაციამ ოფიციალურად წარუდგინა პარლამენტს, კერძოდ პარლამენტის თავმჯდომარეს. აქ არის განხილული ის ეკონომიკური რეკომენდაციები, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის ექსპორტის განვითარებას და ზოგადად ქვეყნის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. ასევე საკანონმდებლო მიმოხილვებიც იყო იქ, რომელიც დადადებითად იქნა მიღებული და მე მივესალმები ამ ინიციატივას პარლამენტიდანაც, რომ ამიერიდან ყოველი საკანონმდებლო ცვლილება იქნება თუ რეფორმა არ იქნება გასული ბიზნესის დასკვნების და რეკომენდაციების და შეფასების გარეშე, რომელიც საკმაოდ პოზიტიური ნაბიჯია და რომელიც ალბათ წარმატების მომტანი იქნება ჩვენთვის, ქვეყნისთვის. განსაკუთრებით თქვენს კომპანიაზე უშუალოდ ოდნავ მოგვიანებით კითხავთ. მანამდე ბატონო ვახტანგ, თქვენ ხართ ჩინური კომპანიის წარმომადგენელი. ზოგადად რომ შეაფასოთ, როგორია ქართული ბაზარი უცხოური კომპანიებისთვის? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. ზოგადად საქართველოს ბაზარი იმის მიუხედავად რომ არის მცირე ბაზარი და თან უკვე ნაჯერობაზეა გასული, სატელეკომუნიკაციო ბაზარს გულისხმობ უშუალოდ, რომელშიც ჩვენ ძირითადად ოპერირებთ. ამ ყველაფრის მიუხედავად არის ძალიან საინტერესო. ამ ეტაპზე უკვე ძალიან დინამიურად განვითარებადია და ანუ უცხოური ყველაზე დიდი სატელეკომუნიკაციო წარმოებლის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ საინტერესოა და ჩვენი გეგმები რჩება ისევ განვითარება და მეტი ინვესტიციები ამ ბაზარზე. ისმის ასეთი კრიტიკა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, იგივე ზოგადად გარემო ეკონომიკური ქვეყანაში აფერხებს იგივე უცხოური კომპანიების შემოსვლას ან აქ განვითარებას. ამასთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ? უშუალოდ Huawei-ის, ასე ვთქვათ, თვითონ დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, დისკომფორტი, ასე ვთქვათ, არ შექმნია არც დაბრძოლება ოპერირებაში და ვთქვათ, ამ დარგის განვითარებაში. მცირე შეფერხება იყო 2012 წელს, ასე ვთქვათ, დიდი ინვესტიციები არიდებოდა დარგის განვითარებაში, თუმცა 2013 წელზე შეიძლება ითქვას, რომ უკვე ეს მზარდია ეს ტენდენცია და დარგი ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ შემდეგი თაობის ქსელებს საქართველოში, ასე რომ ჩვენს საქმიანობაში რაღაცა ბატონო ვახტანგ, იგივე 2012 წლის ბრუნვა რო შევადაროთ 2013 წლის ბრუნვას თქვენი კომპანიისას, თუ არის რაიმე განსხვავება? ზოგადად ვიცით რომ არის შემცირებული. ნაკლები არის. ნაკლები იყო 2012-ში. ნაკლები იყო 2012-ში შემოსავლები. 2001 წლიდან ხართ ბაზარზე, როგორც ვიცი, ოპერირებთ. აი ამ გრძელვადიან პერიოდში თუ ამჩნევდით რაიმე ცვლილებებს? 2001-ში ასეთივე კარგი გარემო იყო? დიახ. სწორედ ბზანეთ 2001 წლიდან ვართ ბაზარზე. რასაკვირველია ეს პერიოდი სავსე იყო როგორც წარმატებით, ისე სირთულეებით. შეიძლება ითქვას, რომ ცვლადი იყო ჩვენი წარმატებები, მაგრამ დღეისთვის Huawei არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზრის წილის მქონე საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და უდიდი ნაწილი საქართველოს როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ქსელების არის ჩვენს მიერ აგებული. პიკი, ასე ვთქვათ, 2006-2007 წელში იყო მიღწეული, ერთ-ერთი პიკი გაყიდვებში, როდესაც დიდი ძვრები მოხდა ბაზარზე. ეკონომიკური ზრდის პიკიც მაშინ იყო უბრალოდ მაყურებლის გასაგონად ვიტყვი. ზოგადად ქვეყანაში. ჩვენ სფეროშიც ესე იყო და უშუალოდ ჩვენი კომპანიის საქმიანობაშიც, როდესაც თქვათ პირველი დიდი CDMA ქსელები აშენდა, ან თქვათ, როდესაც ფიქსირებული ქსელების მიგრაცია დაიწყო ოპტიკურ ბოჭკოვან ტექნოლოგიებზე. მე ვფიქრობ, ახალი პიკი იწყება ახლა 2013 წელში. ანუ გაქვთ ამის მოლოდინი, რაიმეზე დარწმუნებით თუ უბრალოდ ეს იმედია? არა, ეს იმედი არ არის მხოლოდ ეს 2013 წელს კონკრეტულ ნაბიჯებს გულისხმობთ? რასაკვირველია ჩვენ ფეხდაფეხ მიყვებით როგორც რეგულაციებს, ასევე თქვა სიხშირეთა განაწილებას ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე ვართ და გვაქვს იმის მოლოდინი და პრეტენზია, რომ სავარაუდოდ ქსელების განვითარებაში ჩვენ მივიღებთ დიდ მონაწილეობას. დიდი მადლობა. გასაგებია, ქალბატონო ნუცა, თქვენ ხართ ღვინის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი. ჩვენ დღეს ერთ თქვენ კოლეგასაც ვესაუბრეთ, ჯერ ვნახოთ რას ამბობს ის და შემდგომში თქვენ დაგიბრუნდებით. გაგვაქვს ჩვენ ივლისის თვიდან
ვტვირთავთ რუსეთში ინტენსიურად. ახლოვებით რამდენი პროცენტია ეს როგორ იქნება? ჩვენი კომპანიისთვის ეს ალბათ არ აღემატება 20%-ს. არსებობს თუ არა რაიმე ტიპის რისკები, რომელიც რა თქმა უნდა არსებობს. რა თქმა უნდა. ეს არის პოლიტიკური რისკები, ამის მომსწრე ჩვენ გავხდით აი ახლოს დღეების წინ, როდესაც შევკომ გააკეთა მორიგი განცხადება, რომ შესაძლოა გადახედილი იქნას ურთიერთობა საქართველოსთან შემოტანილი ღვინოების კუთხით. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, რომლის გათვალისწინებასაც მეტნაკლებად ვცდილობთ. ხალბატონოცა თქვენს კომპანიასაც გააქვს ღვინო რუსულ ბაზარზე, რამდენადაც ვიცი, ხელისუფლებას ზოგადად ხშირად მოყავს თავის ეკონომიკური წარმატების მაჩვენებლად რუსულ ბაზარზე ზოგიერთი კომპანიის გასვლა. რამდენად დიდია თქვენი კომპანიის პროდუქციისთვის წილი რუსული ბაზრის, ასე ვთქვათ? კომპანია შუხმან ვაინსი ბაზარზე არის 2008 წლიდან, ფაქტიურად ჩვენთვის არის ახალი რუსეთის ბაზარი. ამ შემთხვევაში რუსეთის ბაზარს, რუსეთის პროექტს მოვიაზრებთ როგორც პილოტურ პროექტს, ვინაიდან რადგანაც ჩემო კოლეგამაც აღნიშნა, რომ არსებობს რისკები და სხვათა შორის ამ გუშინდელ განცხადებაში ჩვენი კომპანიაც იქნა კვლავ ნახსენები. ონიშენკოს განცხადებაზე, ამაზეც დავაკომენტირებ მოკლედ და ამ შემთხვევაში ჩვენთვის არ აღემატება მთლიანი ჩვენი პროდუქცია წილს 10%-ს რუსეთის ბაზარზე. ამ შემთხვევაში გადატვირთვები მიმდინარეობს, ამჯერად არანაირი პრობლემა არ არის, მხოლოდ როგორც ყველა ახალი ბაზარი, ალბათ ამ შემთხვევაში რუსეთი უფრო რისკიანი, ამ შემთხვევაში ასე უნდა განვიხილოთ. რატომ არის უფრო რისკიანი? რისკიანი იმიტომ არის, რომ უფრო რაღაცა დიდი, ასე ვთქვათ, ლუპის ქვეშ იმყოფება. ეხლა ქართული მეღვინეობა, თითოეული მეღვინე, პირველ ასე ვთქვათ, ასეთი მაგალითი არის, როგორიც იყო შემოწმების პროცესი, ჩამოვიდნენ და საკმაოდ კაცრად როსპოტრებნაძორის შესაბამის სამსახური, როდესაც ჩატარდა პირველადი კვლევა. ამ შემთხვევაში ცოტათი მიუღებელი იყო ქართული მწარმოებლებისთვის, მაშინ როდესაც ჩვენ საკმაოდ წარმატებით გაგვაქვს ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც სტანდარტებით ხელმძღვანელობენ და ამ შემთხვევაში ცოტა ასე ვთქვათ არასასურველად იყო ეს მიღებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ერთიანი პოლიტიკა იყო და ჩვენც შესაბამისად მივყვებით ამ ეკონომიკურ გამოწვევას, რომელიც ამ შემთხვევაში მეღვინეობის წინაშე დგას. უკვე დაწყებულია რეალიზაცია რუსეთში ჩვენ ამ კვირაში ვიწყებთ პირველ გადატვირთვებს და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ერთი ბოთლი ღვინო რა ეღირება, თუ შეგეძლიათ რომ გეთქვათ. იცით როგორ არის ამ შემთხვევაში სხვა ფასი არის, როდესაც წარმოებლისგან შეიძენს, ამას ემატება სხვადასხვა პროცედურები. რამდენი გამოვა დაახლოებით? ან თქვენ რამდენს იღებთ? საშუალო ფასი ჩვენ შემთხვევაში არის $3-დან $4-მდე, იმიტომ რომ ჩვენი კი ასეთი გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. ჩვენ გადაცემის მესამე ნაწილში დავბრუნდებით. ჩვენი სტუმარი იქნება ვატო ლეშავა, დაგველოდეთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ვატო ლეჟავა. ბატონო ვატო, მოგესალმებით. საუბრობთ. მადლობთ მოგბრძანებისთვის პირველ რიგში. რომ დავიწყოთ უკანასკნელი ამბით, ასე ვთქვათ, რამდენიმე კომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი არიან არაგადამხდელუნარიანები, თუმცა გუდვილი მაგალითად ამბობს, რომ ეს გამოწვეულია წინა წლებში არამისნობრივი ხარჯებით, რომელიც მას იძულებით გააღებინეს. რა ლოგიკა შეიძლება დავინახოთ ამაში, თუ ადრე ბიზნესი იყო, ასე ვთქვათ, ესეთი ტერორის ქვეშ და ახლა არის თავისუფალი, მაშინ რით აიხსნება ის, რომ ბიზნესის ბრუნვა არის თუნდაც შემცირებული? ნებისმიერი კომპანიის გაკოტრების საკითხი არის ცალკე საქმე, რომელზეც საერთო დასკვნის გამოტანა ალბათ არ შეიძლება.
თუმცა რამდენიმე ერთდროულად მოხდა, ამიტომ გახდა ეს რეზონანსი. არა, წინა წლებშიც ხდებოდა რამოდენიმე კომპანიის ერთდროულად გაკვეტრება, ეს საბაზრო ეკონომიკის კანონი და შედეგია, კომპანიები იქმნებიან, კომპანიები კოტრდებიან და სწორედ ეს არის, ასე ვთქვათ, შუმპეტერის შემოქმედებითი დესტრუქცია ბაზარზე, რომელიც შედეგად ქმნის უფრო კარგ პროდუქტებს, უფრო კარგ მომსახურებას. რაც შეეხება, ვთქვათ, საცალო ქსელის კომპანიებს, Goodwill-ს გამოუჩნდა კონკურენტები და პირველ რიგში Carrefour-ის სახით, სხვა ქსელების სახით, უნდა შესწავლილი იქნას ეს კონკურენციის გამოა, მენეჯმენტის შეცდომების გამოა თუ რაიმე ისეთი ქმედების გამო, რაც დანაშაულის ელემენტებს შეიცავს და თუ დანაშაულის ელემენტებია, ცხადია ის ცალკე გამოძიებული უნდა იქნეს. ასე რომ იქიდან რომ რამდენიმე კომპანია წელს გაკოტრდა, ავტომატურად დასკვნას ვერ გავაკეთებთ, რომ ეს არის რაღაც და ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლის შემცირებისგან თუ შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები ზოგად გარემოსთან დაკავშირებით. ცხადია, ეხა ეკონომიკური ზრდა არის თითქმის სტაგნაცია გვაქვს ეკონომიკაში, კომპანიებს შარშან, ასე ვთქვათ, განწყობა ჰქონდათ ისეთი და გეგმებიც ისეთი ჰქონდათ და ინვესტიციებიც ისეთი ჰქონდათ, რომ მათ ეკნებოდა წელს გაყიდვების ზრდა, ესეთი ოპტიმიზმი შარშან ბიზნესებში იყო და ესეც შეიძლება მიზეზი იყოს, რომ შარშან გაკეთდა ბევრად უფრო მეტი მეტად ოპტიმისტური ინვესტიციები, ვიდრე წლევანდელმა წელმა აჩვენა. შესაბამისად, ეს ინვესტიციები აღმოჩნდა ეგრეთ წოდებული ჩაძირული ინვესტიციები და ბევრ კომპანიამ ამას პრობლემა შეუქმნა. ანუ მე თუ ვემზადები იმისათვის, რომ ეკონომიკა გაიზრდება მაგალითად 6-7%-ით, მე ვარაუდობ წინა წლებიდან გამომდინარე, როგორ გაიზრდება ჩემი ბრუნვები, ხო? თუმცა იგივე ბიზნესმენები, რომლებიც დღეს ყავდა სტუმრად თუ არ ჩავთვლით ბატონ ცეზარ ჩოჩელს, ამაზე არ საუბრობენ, ისინი საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ეს რაც შეიძლება უკავშირდებოდეს. ბიზნესი ალბათ ოპტიმისტური უნდა იყოს, განსაკუთრებით ოპტიმისტური უნდა იყოს ალბათ პირდაპირ ეთერში. სამწუხაროდ, იმიტომ რომ მათ კლიენტურა ყავთ, იმიტომ რომ მათ კონკრეტული სიგნალები უნდა მიაწოდონ თავის პარტნიორებს, ეხლა მე ვერ წარმოვიდგენია კომპანია ბიზნესმენი, რომელსაც რამდენიმე კონტრაქტი აქვს, ვალდებულებები აქვს, მუშაობს ბაზარზე, მუშაობს კლიენტზე და გამოდის და ამბობს, რომ ჩვენი საქმე ცუდად არისო. ამას არ უნდა ველოდოთ. დიახ, დღეს იყო შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან ბიზნესმენების, ამაზეც ვისაუბრეთ. ბატონმა უსუფაშვილმა ბიზნესმენებს უთხრა, რომ ისინი არ უნდა ურთხოვდნენ გარკვეულ ინიციატივებს პარლამენტში, რომ რამაც შეიძლება ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს, იმიტომ რომ ეს უბრალოდ ინიციატივა. შეიძლება თუ არა, თუნდაც უბრალოდ ინიციატივა მიმოქმედოს ეკონომიკურ გარემოზე. ცხადია, შეიძლება, იმიტომ რომ რეალურად ეკონომიკა და ბიზნესი იმართება მოლოდინებით და წარმოდგენებით. ანუ მე თუ პერმანენტულად ხედავ, რომ არის ცდილობები, ზოგჯერ წარმატებული, რამდენჯერმე წარუმატებელიც იყო, რომ შეიზღუდოს ბიზნესის უფლებები, მოხდეს ბიზნესის უფლებების მასობრივი, მე ვიტყოდი, დარღვევა, ანუ რა თქმა უნდა, კანონის ძალით, მაგრამ დარღვევა ნათქვამი იქნა იყო, რომ თქვა საკანონმდებლო საკონსტიტუციო სასამართლოშიც კი შეიძლება გასაჩივრდეს და გასაჩივრდა. ფაქტობრივად ეს არის უცხოელებისთვის მიწის ექსპროპრიაცია და შესაბამისად ცხადია ბიზნესები უფრთხიან გადაწყვეტილების მიღებას, ცხადია უფრთხიან ინვესტიციების გაკეთებას, ელოდებიან სიტუაციის, ასე ვთქვათ, გამოსწორებას, ან უფრო ცხადი სიტუაციის შექმნას და ამიტომ გადაწყვეტილები გადადებულია, გადადებული გადაწყვეტილები ეს არის შეფერხებული ეკონომიკური აქტივობა. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას, ძალიან კარგია, რომ შეხვდა ბიზნესებს, იმიტომ რომ ერთ-ერთ პირდაპირ ეთერში მოვისმინე, რომ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით ეკონომიკური დარგის მინისტრებისგან წელს ძალიან კარგი შედეგი გვაქვს ეკონომიკური მათი აზრით, იმიტომ რომ სხვაგვარად მათ რომ არ მოქმედათ კარგად, მოსალნელი იყო ეკონომიკური კატასტროფა და
ამ ასე ვთქვათ კაბინეტის ეკონომიკურ გუნდმა ეკონომიკური თუმცა წინაწლების სტატისტიკასაც ისინი ასე ვთქვათ ხშირად უწოდებენ გაბერილს და არ უწოდებენ მე არ მომისმენია და კარგია რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება ასე ვთქვათ სხვა მოსაზრებაც შარშან როდესაც მაშინდელი მთავრობა გეგმავდა წლევანდელი წლისთვის 6%-იან ზრდას, ეს ზრდა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია არც ოცნების ეკონომიკურ გუნდს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, არც სავალუტო ფონდს, არც სოფლიო ბანკს, ანუ იყო კონსენსუსი, რომ წელს იქნებოდა 6%-იანი ზრდა, ანუ რახან წელს 6%-იანი ზრდა არა გვაქვს და კარგი იქნება თუ 2%-იანი გვექნება, ესე იგი რაღაც ცუდი გაკეთდა. ანუ რაღაც რო არ გაფუჭებულიყო, ეს ასევე გაგრძელდებოდა და შესაბამისად, არ ვიცი, იგივე გუდვილის გაყიდვები ალბათ მოიმატებდა და შესაბამისად გადახდის უნარობის წინაშე არ დადგებოდნენ. ნახ საგარეო ვალის აღებასაც აპირებს ხელისუფლება და დაახლოებით 400 მილიონის ოდენობით ბიუჯეტის შესავსებად. ეს თუ არის სერიოზული პრობლემა? სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ როდესაც საერთაშორისო საფინანსო ბაზრები ხედავენ, რომ მთავრობა მიდის ვალის ასაღებად არა იმიტომ რომ მას ჭირდება რაღაც პროექტების განხორციელება, არამედ ფული მისთვის ჭირდება რომ მისი სოციალური ან სხვა ვალდებულებები შეასრულოს, მაშინ ეს ფული არის ძალიან ძვირი. ანუ საქართველოს მთავრობას აუღია ვალი, მაგრამ ეს ვალი არ ყოფილა არასოდეს პირობებში, როდესაც ინვესტორებს უჩნდებოდათ კითხვა, ხო არ ჭირდება ეს ფული მთავრობას იმისათვის, რომ სოციალური ვალდებულებები შეასრულოს. და პირველ რიგში ამ მთავრობამ მიიყვანა ეკონომიკა იმ მდგომარეობამდე რომ ვალის აღება გახდება ალბათ საჭირო, ან უნდა შეამცირონ, ასე ვთქვათ, სოციალური ვალდებულები და სხვა ვალდებულებების შესრულება მომავალ წელს და მეორე ძალიან ცუდი არის, როდესაც მთავრობა საფინანსო ბაზრებზე მიდის სიტუაციაში, როდესაც მას ჭირდება ეს ფული. იმისათვის რომ ვალდებულებები დაფაროს, ეს ფული იქნება ძალიან ძვირი. გასაგებია ბატონო მატო, დღეს ვისაუბრეთ რუსულ ბაზარზეც ქართული პროდუქციისთვის. რა სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი შეიძლება ქონდეს ამას და ამ პარალელურად რა რისკებს შეიცავს ეს? რუსული ბაზარი იმით არის ცუდი, რომ შეუძლებელია განსაზღვრო რა ეკონომიკური ეფექტი ექნებოდათ. ახლა მოლდოველებისთვის რო გეკითხათ 6 თვის წინ სხვა პასუხს გაგცემდნენ ამ კითხვაზე. იგივე ლიტველებისთვის და დღეს გაგცემენ სხვა კითხვას. ანუ რეალურად რუსეთის ბაზარი არის დიდი რისკების შემცველი, დიდი რისკების შემცველი ბაზარი არ არის კარგი. ეკონომიკური ეფექტი. დიახ, თუმცა აქვთ გარკვეული გათვლები. არა, მოკლევადიანი შედეგები შეიძლება ასე ვთქვათ იყოს პოზიტიური, ბიზნესს ჭირდება სიცხადე. ძელვადიანი გათვლები რუსეთის ბაზარზე ვერ იქნება. თუმცა ბიზნესმენებს მაინც შეაქვთ ეს ეს ღმერთმა ხელი მოუმართოს, ეს მათი რისკია. იმედია ისინი ასე ვთქვათ ერთ კალათში ყველა კვერცხს არ ჩადებენ და დაიტოვებენ ასე ვთქვათ მოქნილობას იმისათვის, რომ თუ რამე არ განვითარდა ისე როგორც ისინი გეგმავენ, ექნებათ სათადარიგო სვლები. დიახ, და ბატონო მატო, ბოლო საკითხი, საინვესტიციო ფონდი, რომელშიც პრემიერის აპირებს ფულის ჩადებას, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, იგივე ჩვენ ნახეთ, რომ ბიზნესმენი ფადიასლი ამას აკრიტიკებს, ბატონმა ეფრემმა კი ვერანაირი საფრთხე ვერ დაინახა ამაში. თქვენი აზრით, ეს თუ შემოიტანს დამატებით ბუნდოვანებას ან ბარიერს ინვესტორებისთვის იგივე თუნდაც? ხო, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იქნება, იმიტომ რომ რეალურად ინფორმაცია ამ ფონდის მიზნებისა და საქმიანობის შესახებ არ არის და ამიტომ ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება მასში დაინახოს ესე ჭყალებში რო ვთქვათ, როგორც კარგი, ისე ცუდი. ეს ისევ ის შეცდომა, ჩემის აზრით, რასაც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქამდე უშვებდა, ანუ აკეთებს რაღაც ინიციატივას, რომლის შედეგები, ასე ვთქვათ, ჯერ არ ჩანს, მაგრამ ასე ვთქვათ, ბიზნესის და საზოგადოების სპეკულირება ამ თემებზე იწყება. ხო, ნუ ჯერ ერთი უნდა ვთქვათ, რომ ამ ფონდში რეალური თანხა ეხლა არავისი არ არის. ხო, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ჩათვლით. არა, ჯერ არაფერი არ არის ამ ფონდში, ალბათ ნუ ცხადია მენეჯერებს ხელფასებს უხდიან. ეს არის ეგრეთ წოდებული დაპირებებზე შექმნილი ფონდი, ანუ
ახლა უფრო გასაგებად რო ვთქვა, აი დედაჩემი რომ მიხუთეს რაზეა საუბარი, ეს არის რამე რო იყოს ფონდი, ანუ რამე რო იყოს და კარგი პროექტი რო იყოს და მომგებიანი რო იყოს, ფულს ჩადებთ და იქ მეორე მხარემ იქ 6 თუ 7 პარტნიორია ახლა ამ ფონდში, თქვა რომ რამე რო იყოს ჩავდებთ. თუმცა ეფექტურობის გარდა ალბათ ის საკითხიც დგება დღის წესრიგში, რომ თავად ქვეყნის პირველი პირი ხდება ერთ-ერთი ინვესტორი. როდესაც ფულს ჩადებს, როგორც დაგვპირდა, პირველი პირი არ იქნება, თუმცა ის იქნება ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად აქტიური პირი და ყველას ექნება კითხვის ნიშნები, რამდენად სასარგებლოა პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად ბიზნესში მონაწილეობა. ეხლა ვიღაცამ შეიძლება ამაში უპირატესობა დაინახოს, ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს ბარიერი და ის ვინც უპირატესობას დაინახავს, ალბათ უფრო ცოტა იქნება, ვიდრე ის ვინც ამაში ბარიერს დაინახავს ინვესტირებისთვის. დიდი მადლობა ბატონო ვატო ჩვენთან სტუმრობისთვის. ფოკუსი დღეს ამით დასრულებულია. გმადლობთ ყურადღებისთვის.